საღამომშვიდობისა გაბატონებო და ბატონები საღამომშვიდობისა პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს ანუ გილოცავთ კვირა დღეს კი რა ხდება კვირა დღეს რუსთავი 2-ზე გადის ანეკდოტების შოუ ყველაზე ხიარული და ყველაზე გასართობი გადაცემა რომელსაც დღეს თქვენი მონამორჩილი ოლიმპიადა წაუწვევა. დიახ, მე ოლიმპიადას მეძახიან უკვე შინაურთრაში, იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ მიმყავს ეს გადაცემა და ამიტომ შევარქვეს ოლიმპიადა. დიახ, ბატონებო, კვირა დღე პლუს რუსთავი 2 პლუს ანეკდოტების შოუ ეს ყველაფერი უდრის თქვენს სიცილს, კარგ განწყობას და მოკლედ მხიარულობას. მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა, მაგრამ გული მეუბნება რომ რაღაც გვაკლია. მონაწილეები რა თქმა უნდა და დღეს ვინ არიან ისინი, ვინც გამოიცნობს, ვერ გამოიცნობს, იმიტომ რომ მე ვიტყვი მანამდე, დღეს ჩვენი სტუმრები არიან არაჩვეულებრივი ბიჭები, ანუ ლათინო ბიჭები შერმადინ და ფირო კაბანაძეები. შერმადინ და ფიროს კაბანაძეები ძმები არიან. კერძოდ კი ხარაგაულიდან. ხარაგაულმა საქართველოს ბევრი სასიკადულო ადამიანი ამოზარდა. მაგალითად, ძმები შერო და ფირო კაბანაძეები. ხარაგაულს ორჯომი ესაზღვრება, განსაკუთრებით ბახმელიაზე. ძმები მომღერლები არიან და კარგად ასრულებენ ლათინურ სიმღერებს. ისე კარგად, რომ ლათინელებს ლამის ლათინლობა წაართვა. მათ ჯგუფს ლათინო ბიჭები ქვია. არა ბიჭო ბაქჩუაზე არიან იმერლებმა ლათინო ბოისი დაირქვა. ლათინური სიმღერები იმიტომ გამოსდით კარგად, რომ იმერული და ლათინური რამ გაყვა. ვიცი რომ არ მენდობით და გადაცემის ნახვა გიჩვენიათ რომ თავად დარწმუნდეთ. ანეკდოტების მოყოლისას ისე იქნებენ ხელებს, ეკონებათ გიტარაზე უკრავენ. მათ შეუძლიათ სალიხებით გიტარაზე დაუკრან და მეორეთი ანეკდოტი მავნեն. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. ნუ გადართავთ სხვაგან შიშინებს. მოგძანდით ბიჭებო? სამი იმერელი. ანუ ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმერულად. კი, აბარა. დაჯერით მას იმადანა. როგორ ახართ ბიჭებო, როგორ? კარგად, მადლობთ. ძალიან კარგად. როგორ ვნამდები? ახლა მაინც თუ ვინ არის რომ არ იცოდეს, მაგრამ ვინც არ იცის, წარადგინეთ აბა თქვენი თავი, ჩემზე უკეთ მე მგონი თქვენ წარადგენთ. ჩვენ ვართ ლათინო ბიჭების წარმომადგენელი, გიტარა და ვოკალი, სოლისტი, პერკუსია და ვოკალი, სოლისტები კი და ყავს კიდე ბიჭები, 4 ბიჭი, მშვენიერი ბიჭი. ჩვენი ჯგუფის წევრები, დიდი ხანია ერთად მოვდივართ. საკმაოდ განსხვავებულ პროგრამას ვასრულებდა. ჩვენი პროგრამა ლათინური, ესპანური, ასე ვთქვა და კარგად დაკავებულები ვართ ამ საქმით. როგორი მხიარული პროგრამას გვაქვს და მუსიკა ისეთი განწყობას გვაქვს და ანუ თქვენ ახლა ცხოვრობთ მხიარულად. ლათინურ სიმღერებს მღერით რაღაცნაირად ქართულთან ნაზავს და ანუ ლათინური თქვენთვის ფაქტურად ექიმების ხელწერას პოდჩერკს რომ ეძახიან, თქვენ ძალიან მარტივად ხო არეული პოდჩერკი აქვთ, იმას თქვენ ახლა ლათინური იცით და ლათინურად წერენ. კი ბატონო, მაგაში თქვენ მგლები, ყველაფერში მგლები ხართ სიმღერიდან დაწყებული ყველაფერში, მაგრამ ამაში განსაკუთრებით მე ძალიან მიყვარს თქვენი სიმღერები, ხალისობ, იმიტომ რომ სიცოცხლით სავსე სიმღერებია და დარწმუნებული ვარ, რომ არა ნაკლები სიცოცხლით სავსე იქნება დღევანდელი გადაცემა, იმედია გვიმღერებთ. რა თქმა უნდა. აუცილებლად. აი მაგის იმედი რომ მქონდა, იმიტომ ვიყავი რაღაცნაირად მოშვებული და ეხლა რომ დამიდასტურეთ თანხმობით უკვე საერთოდ მოვედი განწყობაზე. ახლა თუ დამელოდებით კოსმოსშიც კი გავფრინდები და რო ჩამოფრინდები მე გავაგრძელოთ გადაცემა. მოდი მაშინ ბევრი ვილაპარაკოთ. სანამ მე თქვენ აგიხსნით, ანუ შეგახსენებთ გადაცემის წესებს, მაინც განწყობისთვის
ყოველ შემთხვევაში განწყობისთვის, ანუ მაყურებლები რო შევამზადოთ, მაყურებელი, მოდი ერთი სიმღერით დავიწყოთ მას. კი ბატონო. კი ბატონო. კარგი იქნება. კი ბატონო. კარგით კეთილი, აბა გისმენთ მე თუ შევეჭიდე და შევძელი მეც აქ. თუ არა და მე ჩემთვის. ამბობ. Bravo, განწყობა უკვე განწყობის 30% მეტი თუ არა უკვე შექმნილია მაყურებელს ვატყობ ახლა ერთი ორმა ხელიც დამიქნია ეგრე გააგრძელეთო და ბიჭებო აბა თქვენ იცით მთელი საქართველო მთელი იმერეთი გიყურებს ახლა ხალხზე დგება იმერეთი მოჭიხვინე ულაყად მართლა გაქთის დროსტარების და ანეკდოტის უნახავს ასე უნდა ვათქმევინოთ ეს ცნობილი ლექსი ცოტა ოდნავ შევცვალე ხო მოკლედ რა ხდება ახლა ჩვენთან არის 3 რაუნდია
პირველი ორი რაუნდი კატეგორიებისგან შედგება, რომელიც აი ჩვენს წინ არის. ყველა რაუნდში თამაშდება სიმბოლური თანხა. ნუ ამის შესახებ თამაშდება 50, 100 და 200 ლარი, ჯამში 350 ეს ფაქტურად უკვე მერეთის ბიუჯეტია ფაქტურად აგიტა ხო და მოკლედ ეგ არ არის მთავარი, თუმცა იმერელი კაცი ახლა ფულის გულისთვის არიან. გასისულელია ეს. ხო და მოკლედ მაშინ თუ მზად ხართ თქვენ რომ დავიწყოთ თამაში, მე ვიცი რომ მზად ხართ და იმიტომაც ხართ. აქ დავიწყოთ აბა და ავირჩიოთ პირველი რაუნდის პირველი კატეგორია. მოატრიალი და გავუწევთ. ფირო დაიწყებს ხო? კი ბატონო. ბატონო. აბა რა მოვა ფიროს? აბა წავიდა. ღალატი. აუ ღალატი იმერელ კაცო, ღალატი ამოუახლა ეს ხო საერთოდ ერთმანეთში არ თავსდება იმერელი და ღალატი, მაგრამ კაი ბატონო ასე იყოს, რადგან ამოგივიდათ. მოკლედ დავიწყოთ პირდაპირ რა. ერთ-ერთ აჭარელ კაცს მოუნდება ქალბატონებთან კასეირნება როგორც იტყვიან ხოლმე. ანუ ეს საჭარელი კაცი ახლა ამდენადაც რადგან მოუნდება მე ქალთანია და გამოუსწორებელი ხადია, ანუ მოუნდება და წავა ქალებთან, ნუ იქ კაფეში შევლიან რაღაცა, მე ბოლოს ყოველ შემთხვევაში როგორც კულმინაციამდე როცა მედის ხოლმე ბოლოს უკვე უნდა შევიდნენ იმ ოთახში და ასე შემდეგ და აი ნაბახუსევიც არიან ორივე ყველაფერი რამე და მოკლედ ეჩალი შებოდა ხანი გითხარ ვერ შებოდა ეს ქალი უკან ხელს გამოუყოფს ეხლა და უნდა გაასწოროს და ამან ხელი შემოდა აგართვის სალამი და აგართვის სალამი კარგი, ანუ ფაქტურად ღალატი არ დაფიქსირებულა, მაგრამ ჩაგიტული. ხო, ცელობა ხო იყო ღალატი. ბატონო, კი, იყო და არაფერი მიესალმა, უბრალოდ და მიესალმა. კარგი, ჩაგიტული, მაგ ანეკდოტს აბა შერო შენ რა სიტყვი ღალატზე? ღალატზე, მეც მოყვები. უცალმა გაისტუმრა ქმარი. როგორც ხდება ხოლმე სამწუხაროდ, სამსახურში გაისტუმრა, საყვარელის მოვიდა და არიან სიყვარულობენ ერთ ამბავში. უცებ კარებზეა კაკო. ნუ ხალებსაც ყავთ საყვარლები? თურმე. რა ვიცი ჩვენზე ეძახიან ყველა კაცი ერთნაირი. კალებშიც ხდება ალბათ. კარებზეა კაკუნი და რა ქნას ახლა ამგვარმა საყვარელი ყავს სახში. ნუ ყველაზე კარგი მოსათავსებელი ხო იცი შკაფია. მე იფიქრე რომ დაიღუპა ოჯახი. გააღო შევიდა ჩაკეტა, გააღო კარები ქმარი არ ელოდებოდა ახლა. სასწრაფო თუ უფროსმა გამიშაო სამსახურიდან მივლინებაში და აბა ჩაალაგე წავედი დაისვენეთ მო განწყობაზეა კაცი ქმარი აუ იდეალური არ ელოდებოდა ისეთ სურპრიზს გაუკეთეს სამსახურში და წავიდნენ დასასრულებლად თქვენ ნახევარი ეს საყვარელია შკაფში ზის მაგაეზარდა წვერი მოშივდა მოწყურდა რა თქვენ ვერ გამოდის როგორ გამოვაღა ჯაკეტილები ხარისხიანი შკაფია ჩამოვიდნენ თვენახევრის მერე შემოვიდა ხა ამ კაცმა თავის ტანსაცმელი გააღო შკა პიჯაკი უნდა ჩამოკიდოს და ხედავს უბრალოდ წვერიანი კაცი და კოსტუმის საყელო უკავია ხელში და ღრნის შენ ვინ ახარო და ჩრჩილი ვარ თქვენი დედავად ჩრჩილი ვარ როგით ახლა თამაის ველოდებიო ეხლა ხო ძალიან ბელია ხო როგით კარგია ძალიან კარგი აბა კიდე ვიცით თუ გადაუსვამ შენ ხელს რავი გადაუსვათ აი ერთი მაშინ შენ კატეგორია შენი ჯერია კი ბატონო აბა რა დაჭდება აბა რა არის ახლა ეს აბა შერო იმერლები აუ თავიდანვე იმერლები თავიდანვე იმერლები კარგია აბა შენ რას გვეტყვი იმერელზე? მოკლედ იმერელი ჩამოვიდა თბილისში სასწავლებლად. ჩააბარა და ჯგუფში მოხვდა ისე ჯგუფში სადაც ვესკები არიან, მამიკოს ბიჭები, ბობოლები, ცოტა გათამამებულები. მოვიდა უსიამოვნება ერთ-ერთ თბილისებიც და იმერელს უსიამოვნება. იმერელ პატიოსამბიც და არცაცია, არცაცხელა, ამተ წადი შენი დედის დედის რა იბიჯო? დედის რაიბიჯო უპასუხო მოგე ხუბზე ვერ გადავიდა და იქნება გადაათქმევი რაღაც კაია უპასუხო
აბა ფირო შენ რა სიტყვი იმელებზე? ეხლა ასეთი სიტუაცია იმერელმა იშოვა ფული, მოკლედ იშრომა, იქ ჯართი გაყიდა, ასეთი რაღაცა იწვალა, ფული მოაგროვა და ერთი ციფიქრა რომ მოდიო, ყველა დადის ამ საზღვარგარეთ სანახავად ყველაფრისო და მეც წავალ ერთ რომელიმე ქვეყანაში გავისეირნებ, გავიგულებ და ასე შემდეგ და იყიდა თვითმფრინავის ბილეთი მერე იქიდან მატარებელში ჩაჯდა გადაჯდა, რა ვიცი და ერთ სერიოზულ მატარებელში მოუწია ჯდომამ, სადაც ყველაფერი არის უმაღლესი დონის, ჰაი კლასის, რა ვიცი, ტიპ კლასი. და მოუწია კარგ ადგილზე ჯდომა, მოკლედ შიგ კარგ კუპეში და ჩაიარა რამოდენიმე სადგური იქ რაღაცა და ერთ-ერთ სადგურზე ულამაზესი ქალბატონი ამოვიდა ამის კუპეში ლამაზი ქუდით რაღაცა ლამაზი კაბით მაგარი მკერდი ფეხები რაღაც შოლტივით ქალი მოკლედ ეს ახლა ისე დღეშია თითებს იკვნიტავს მაგრამ არის ის იმერულის გარდა ქართულის გარდა არაფერი არის ის კაცმა ან რუსულად, ან ინგლისურად, ან გერმანულად, არაფერი არის. თან იმერული ცალკე ენაა. ო, ახლა მეიტანე წაიღეს ამბავი. თან რამოდენიმე იმერული ენაა. თავისი კუთხური იცის მარტო ქართული კუთხური. ამასობაში დროც გადის, ხო? ამაში დროც ვერ საუბრობს და რო რამე უთხრას ახლა ამას ხო უნდა გასცეთ. არც რუსული, არც ინგლისური, არც ფრანგული. არაფერი აბსოლუტურად და უეცრად ეს ქალი ამოალაგებს თავის რაღაცა ნივთებს რაღაცა ლამაზდება თან პომადა წაისობს თუ აგიჟებს ახლა მოკლედ ჯგვაზე გადაიყვანა და ერთი სული აკვილებს იგიჟავს ეს ქალი მოუტრიალდება ლამაზად და do you speak English? მინდა არ მინდა ალო იმან აღიქა გინდა რამე მინდა იმან რაღაცა სხვა შესთავაზე ეგონა მინდა არ მინდა კარგი აბა კიდე თუ რამე გაქვთ იმერლებზე იმერლებზე რა გაქვთ იმერლებზე ეს ზესტაფონელზე ვიცი ზესტაფონი მიიღეს იმერეთის შემადგენლობა გადაიღალა შრომით და ასე ვთქვათ როგორც პირო ვთქვა წავიდა და საფრანგეთში მაინტერესებს ეიფელის კოშკი ეს ლამაზი ქალაქი ყოფილა ქვეყანა პარიზი მით უმეტეს წავიდა კრუასანი და ყავა მიირთვა გასინჯა ახლა ისე როგორ წამოვა ფრანკალთან არ გაისეინოს შევიდა საჭირო დაწესებულებაში რაღაცა ამ ქალბატონთანო დიდი სიამოვნებით მინდა პაჟალოსთა ქალბატონთან თავსიყვარულდებიან შევიდა ყველაფერი ჩაატარა გებრიელა თაზე აქ ხელები წამეიდო უკან ამას ნახავ ბიჭო ზესდაფონშია და წამოხდა ქალდა შენ ზესდაფონელი ხარ იგა ზესდაფონელი ზესდაფონელი იყო ისი ზესდაფონელი იყო ზესდაფონელი ხარ მაგარია ზესტაფონელი ან მაგარი ზესტაფონელი ვარ მე წარმოშობილი თქვენ სამი თეატრელი კი არ ვარ კაცო მე ვარ ზესტაფონელი და ბიჭია ხარაგაული ზესტაფონელი კარგი მოკლედ პირველი რაუნდი გავიარეთ ჩავატარე მოდი ახლა თქვენ მე ვიცი ახლა იმერები ხარ და სულ მოუთქმელები და სულ სწრაფები არ ხართ და ამ პირველი რაუნდის 50 ლარს რა ბედი ეწევა მე გეტყვით ხო ხარ თან ახლა ხო ბატონო რა თქმა უნდა პერიკა წაწინააღმდეგო გადავიდეთ მეორე რაუნდში გადავიდეთ და ავირჩიეთ ისე პირო აბა შენი ხელი რა მოხდება ერთი შევხედოთ გენაცვალა წავიდა სუფრა აბა პირო იმერეთში იშვიათადაა სუფრა მაგრამ რაღაცა გეცოდინებათ სადიციან იმერეთში კეიფი მოკლედ თამადა როგორც ასე წინასწარ ხომ და შევიდეს და ნახოს სუფრის თამადაზეა სუფრის თამადაზეა ჩვენ ქართული სუფრის თამადაზეა საუბარი წინასწარ უნდა შევიდეს ნახოს თავის ადგილი რაღაც მდებარეობა სად უნდა დაждდეს საიდან უნდა მიმართოს ხალხს ეს ყველაფერი და შედის დიდ დარბაზში და ხედავს მუსიკოსები აწყობენ ინსტრუმენტებს ზოგი მიკროფონს აყენებს ზოგი რაღაცა იქ კომპიუტერს შლის და ამას გაახსენდა თამადას და თავიდანვე მივიდა და ბიჭებს თხოვა რომ აიო გენაცვალო ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო 10-მანეთიანი თუ რამდენიშლობა აჩუქა კაიხნის ამბავს ყვები რადგან 10-მანეთი საადრინდელი ამბავ თუმნიანი აჩუქა და თქვენ გენაცვალოთ მე არ მეცლებაო ახლა ამისთვის რომ მოვიდე მეო სუფრა მაგ წასაყვანიქ მეფედედო ფალი რამე და წინასწარო გიტოვებთ ამ თუმნიანს გენაცვალო და მე თამადის საპატივცემლოდ რამე ესეთი კარგი ლამაზი გემრიელი სიმღერა ქართული მომიძღერითო და
მოკლედ დაიწყო პროცესი, ვისია ხალი შემოიყონეს, წავიდა ქეიფი, იმღერეს სიმღერები, თამადამ ადგილზელა მეფეს, პატარძალის ძალიან კარგად შეზარხოშდნენ უკვე და თამადა უკვე სერიოზულად კარგი მთვრალია და უკვე დაამთავრდა რა სუფრა ჩათვალე, ამა დავიწყოთ ეს სიმღერა რომ იმღერო და თამადა მიდის ახლა უკვე კარგად ბარბაცობს და მივიდა უკვე მუსიკოსებამდე. აუ ბიჭო ამან ერთმა დაინახა და ბიჭო ამის სიმღერა დაგვავისწა ბიჭო კაცმა თავიდან ფული გადაგვიხადაო და რა უკნად შევწყვით ხალხიო. ახლავე გენაცვალი ავაწყობ. არაო თამადამ არა გენაცვალი მაგის გულის არ მოსულა არ მეაკო. რამეო აკაკის პაემიდან თუ რამე იცითო და კი ბატონო როგორ არა გამზდელი ხო და მაგათრაში გამზდელის უყელა კაკიო კარგი, აბა შენ რა სიტყვის რა სუფრაზე. უნდა უპასუხოთ ფიროს ახლა ჩვენ სუფრა. ხო. შეყვარებულები არიან ჩემოკობა ბიჭი და გოგო და ახლა ამ გოგომ თხოვა რომ მინდა რომ ჩემი მშობლები გაგაცნო რომ ყველაფერი ტრადიციულად, წესიერად, კულტურულად რო იყოსო. ახლა იცის რომ სასიმამრო არის განათლებული კაცი, ლექტორი, ისტორიკოსი. ამან არ იცის ახლა არ აქვს წაკითხული, სკოლაში ძარმაცი იყო, ცუდად სწავლობდა. და ცოტა შეემზადა, გადაიკითხა რაღაცები, დავით აღმაშენებელს შეეხო, ერეკლე მეფე ისწავლა, იქი თამარ მეფე. ყურადღებიანი ყოფილა ციხესაფთო შეემზადა. მივიდა, მიიღეს, შესაძლებლად შენიერი ბიჭია. როდესაც საკეიფო ეგ შესაძლებლად ჩემნინ არ იყოს კარგი შვენიერი. შენიერი ბიჭია. ხაზალუს და კაი ბიჭი. სასიმამრო ეუბნება რომ ისეთი ღვინო არ დამიდგა მე რომ მინდოდაო რა ცოტა წყალ-წყალა გამოვიდაო მაგრამ არა უშავსო ამანაც ახლა ასისულელიაო სასიმამროა სულ წყალი მოუტანოს იმაზე იქ ო რას ლაბარაკო ის გეიფი აიღებს ეს ჩიკას ეს სასიძო ბიჭი მოყვება დავით აღმაშენებელზე კაი ისტორიას ბიჭო გაუწყინდა თვალები ამ სასიმამროს მეორე ჩიკაზე გადავა ერეკლე მეფეზე მოყვა რაღაცას აუ შენ გენაცვალე იქი თამარ მეფეზე სუფრის შუაში არიან და ვახტანგ გორგასალზე რა აზრის ხარო ეს სასიმამრო ეუბნება და ვახტანგ გორგასალზეო ვახტანგ გორგასალიო და არაფერი არ იცის გაიჭედა ვახტანგ გორგასალიო მე-10 საუკუნეშიო ვახტანგ გორგასალი აგერ ახლაო არა ვახტანგ გორგასალსო და უნდაო მე-10 საუკუნეშიო ბატონო შენო წყალ-წყალა უძახე და ქეგავ მასტერა ღვინო აგარი წყალ-წყალა უძახე და 5 საუკუნეში გამოსტერა კაი კიდე ხო არა გაქვს სუფრაზე რამე თუ არა და მაშინ შენ რომ აირჩიოს თუ გაქვს რამე სუფრაზე არა მგონი რამე სხვა არ დაამატებდი ბატონო შენ არა უშავს თუ მერე გაგახსენებათ მერე დავამატო მაშინ გადავშალოთ წავედით და რა მოვა კარგია აბარაგო ცხოველები ადამიანის მეგობრებზე ცხოველებზე რას ლაბარაკობ კი ბატონო დავიწყოთ დანეთ ბატონო დანეთ იქნებ რამე ახალი კიდევ კურდღელი მორბის ტყეში აი გაფითრებული სახია კაი ჯერ კურდღელი გამწარებულობი რაღაცა რომ მოდევს და შეხვდა მელა რა ხდებაო კურდღელო სად გარბიხარო და ნადირთ მჭამელებსო ცხოველებსო სახმარად დადევენო კაცებლებსო მოსაკიძად დადევენო და გეიკეც თავს უშველეო ბიჭო გაიქცა ეს მელა თავს უშველეოს კარბის გააგზალა შეხვდა დათვი რა ხდება კურდღელო ჭამელებსო ნადირ ჭამელებსო სახმარად დადევენო და გეიკეც თავს უშველეო რა გაიქცა დათვიც გააგზალა კურდღელმა შეხვდა მგელი სად გარბიხარ კურდღელო რა ხდებაო ასე არისო ნადირ ჭამელებს ცხოველებსო კი საკიძაო დადევენო და თავს უშველეო რა და გაიქცა მგელის მე შემოტრიალდა მე კი მარაო შენ სად გარბიხარო კურდოზე გაგიღრიანო და მაგიზენო კიდა ცხოველი ყავ კარგი აბა შენ პირო მეც თითქმის ერთი და იგივე ამპლუაში მაქვს მოკლედ მელა მივა ცხოველთან მეფესთან ლომთან და ასეთი საჩივრით მივიდა რომ მოკლედო მივდიოდი ჩემთვისა და კურდღელმა დამიჭირა და ამიყარაო რა ესე მოდიში გაწყვეტინებ ესე იგი კურდღელი ეძახე შენ და ფაქტიურად კურდღელი არის
თხის კაზანოა ასე აბა, კურდღელი ეძახე შენ და იმენა აღარ არის ცხოველი არ დატო. მელა მივიდა და ასეთი მე გაროჩო აღარ შემეძლიაო. ამიყარაო და მიმატოვა წევიდაო. ვერაფერი ვერ მოახერხა და მოვედი და საჭიროდ გიჩბიჩიბლი აგერო. მე გელი მოვა. ბიჭო რა მოგდი თქვენ რანაირად ხდება? ია ბიჭო უცბად გადრებაო სახაცაო მე ვეკვეთებია და მოვა და ადერია ეს ლომი და მე კაროჩე მოვაისა შვილი რა უფლისწული ლომის ბოკვერი ბოლო ბოკვერის არის მეფის შვილია რა და მე მივხედავ მაგ საქმეზე კაცო და აბოჩია შენ იყავი სახში და მე მე მოვაგვარებ ახლა ყველაფერსო და მოდენიმე ხანში მევიდა და ტირის რა უკნაო მეს რა მოგივიდა ბიჭო შენო ეს ლომი ვარ მე მაგის და რა გჭირს რანაირად გიხმარავ რაფერო და გაიქცა ისო მოუხვია მივიხიო და სახაზატრობაში გაძრავ უცბადო და მე გევეკვეთეში და მევიდა და ელექტრობა ისე იქან არისო ელექტრობა ისე იქან არისო მოდი მარე მაშინ რადგან კურდღლებზე იყო დღეს რადგან კურდღლები პროგრამაშია ერთს მეც გავიხსენებ კურდღლებზე ძალიან მიყვარს ეს ანეკდოტი კურდღერო ტყეში იმაშვება ტყეში თუ სადმე ლეში ნახა ყველას ხმარო თაგვი იქნება ლომი ყველას აბსოლუტურად და შეჩივლეს რაც მეფესთან რო ასეო ვიბილწავსო გვამებსო კაც რა არის ეგე დაიბანებს ლომი იცოდეო დედას გიტირებო კიდო ერთი მაინცო ცოცხლად იმას ხენ თუ მაინცო კაც როგორ შეიძლება ეს თუ კიდე ერთხელო კარჩი ასე ნეკროფილობასო ნეკროფილიაო ეგო ჯერ ზოოფილი ხო ხარ და ხა ნეკროფილობა და იცოდე დედას გიტირებო და კაიო და მე იკავებს თავს კურდღელი და მიდის აგერ ტყეში და სპილვარი დარი აგდია ბიჭო გაიხედავს, გამოიხედავს, ვეღარ ითმეს, კაროჩე და შეაჯდება სპილოს და უკანავებს. უკანავებს, კურდღელი და ამ დროს ჩამოივლის ლომი. რა შვებ შენ და ნო და რა თქვას ახლა შემოვაგდა ბატონო. კარგი იყო. კარგი. ისა შეიძლება დავამატოთ რამე როგორ არ შეიძლება ეგეთი რა როგორ თუ კურდღელი კიდევ ვინმეს იხმარს და აბა უყურე რა კაზანოა შენ წარმოედგინე კურდღელი მოკლედ ესეთი რამეა რა ლომსთან მივიდა და მე ხო შენი ნათურელი ვარ და მომეცი უფლებაო რომ ჩემ გემოზე ტყეშიო რა მისაც მინდა ამ მოარტყავ და გევისერ და თან აპრიქილი ვივლიო წარმოედგინე ხო და კეია რა ახლა და ამოკრა წიხლი დათვა შემოხედა და აუ და აი ეს ხო ლომის ის არისო ათლულიო და ვერაფერს ვერ ეუბნო კეილის კეისერნებს ახლა და მოკლედ კრება რომ მოიწვია ლომმა ყველა ხო გააფრთხილა მაგ შემთხვევაში რომ კურდღელს ხელი არ დააკაროთ არავინო ნათლულია ჩემია ხო ჩემი ნათლულია ყველა მიცის ახლა ეს ამბავი მე გეიერამ გერსამოარტყა კიდე მე იმას ვერ და ბოლოს ეინახა ღორი ჩეჩქრის რაღაცას რა ეშვების ჩეჩქრის მივიდა და მოკრა და ეს გამეეკიდა ეს ღორი ახლა ხო წარმოიდგინე და მოდევს ეს კურდღელიც რა შვები და როგორც იქნება პატარა ხის ფესოში არის შესაძლოა შეძრება იქიდან გამოყოფს და ღორო კრებებზე რატო არ დადიხარო კარგი დაგვრჩა კიდე რამე რა ვიცი ესე იგი პირობს სუფრა შეხვდა იმას ხოლები ანუ მეორე რაუნდიც ფაქტიურად მოორჩით თუ კიდე რამე გვაქვს თუ არა და გადავიდეთ მესამე რაუნდში ხო მოკლედ მეორე რაუნდის შემდეგ ორი რაუნდის შედეგი იმნაირი საინტერესო და იმნაირი მოდი შევიკავებ თავს კიდე გამოცხადებაზე რომ ბოლომდე გაყვეთ ინტრიგა იმიტომ რომ კარგად მიდიხართ კარგად ბარბარიზმით ვიტყვი ჟილკიანად მიდიხართ და ასე რომ ბოლომდე ასე რომ ჩავიდეთ მოდი მესამე რაუნდი უკვე თავისუფალი თემაა ნებისმიერ რამეზე და თუ გინდათ ისტორიები გაიხსენეთ აქამდეც კი შეგეძლოთ ისტორიები ანეკდოტების მაგივრად მაგრამ რადგან ისა ახლა მაშინ უკვე ისტორიის მოყოლად შეგიძლიათ და ანეკდოტის და რაც გინდათ მოყევით ოღონდ გავიცი ბატონო
ყველაფერს გაიხსენებდი აბაფიო. ნუ ანეკდოტს გავიხსენე, ანეკდოტის მაგვარია რა, ანუ უფრო ჩვენს კახელებს მოვეფეროთ რა, ცოტაც. ბატონო, კაცოები, კახელების მოფერებას იქნებოდა. გენაცვალ. მოკლედ მამაშვილმა გადაწყვიტეს დუბაიში წავიდნენ დასასვენებლად რა. მოკლედ დასათვალიერებლად დიდი სახლები აინტერესებთ, რაღაცა ზღვა, რამე და ერთ-ერთი რო ჩაფრიდნენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაც არის სახლი ერთ-ერთი მის წინ დგანან ორივე და სიმაღლეზე მიჩერებიან ახლა მამაშვილი და ეს ბავშვს გაუჩნდა აზრი ესეთი რაღაც კითხვა. მამაო, აი კიდე რო კაცი გადმოვარდესო, მაგალითად, რამდენ ხანში ჩამოვარდება დაბლაო რა. თათამჯენიდან. რაღაცა სასწაული 200 სართული. რამდენ ხანში ჩამოვარდება დაბლაო კაცი? ნუ ახლა ამ კაცს ასეთი რაღაცა, ასეთი კითხვა არ მოусმენე, რამდენ ხანში ჩამოვარდება ხო ერთი, რამდენ ხანში ჩამოვარდეს? დაბიგდა გლესგაინე. 1-4 დღე უნდაო რა მამამისთვას კახელმა რა. ვარცაც ხელ ახლა ამბავს და რო ჩამოვარდებაო, მოკვდებაო. ბავშვს და ეხლა მას კახურაც მოკვდება, მაგრამ 4 დღე მშიერი, მაგრამ რა გაძლევს მაგის დედა. 4 დღე ვარცაჭა, მოკვდება. 4 დღე მშიერი, მაგრამ აბა შეგასგვიაწყო. მოკლედ კაცი მარტო ცხოვრობს, არავით არის ცოლშვილი. თავისთვის გემრიად ერთი კაი კეიფიდან მოდის და კალბატონთან ხუთუნი მოუნდა. რა ვიცი ხა როგორ ხდება თანამედროვე ცხოვრება ტელეფონით, გადარეკა მოუვიდა. გაატარეს შვენიერი საღამო. ეს ბიჭი კარგად ცხოვრობს, ლამაზად, გემრიელად, ცოტა მდიდარიც არის. და მოეწონა ხლა ამ კალბატონს რა ამასთან ბუნებაში ყოფნა. გააცილა და აწუხებ ურეკავს. დაურეკავს როგორ ახლა გამანებე თავი არამცალია ერთხელ, ორჯერ, ერთი კვირა არასვენებს რა. მე ერთიც დაარეკა და შეუკურთხა. ხო გითხარიო, შენი დედა და შენი ასე და ამანები აქ აღარ დაარეკო თუ არა, ამოგიგიდებ ყველა. გაუთიშა ტელეფონი და აღარ რეკავს რა. გავიდა ერთი 2 კვირა. გადაავიწყდა ამ კაცს ახლა. 2 კვირის მერე ურეკავს და ალო გისმენთ აი გადაგიარა წყენა. ალო აღარ გადაგიარა წყენამ გაი. აღარ შემოგინებ გადაგიარა. კარგი, აბა კიდე თუ რამეს გავიხსენებთ თავისუფალი თემა რაც გინდათ ის მოყევით. ნუ სახლს ვეძებდით ბიჭები რა. ნუ საგი უნდა გვექირავებინა სამუშაოდ და ნუ ნახეთ კარგი ლამაზი გემრიელი სახლი, დიდი სახლი სხვათა შორის აღა 6 ბიჭი რო უნდა დაეტიოს. 5 ოთახიანი კარგად გაბჯენ. ნუ ურეკავთ ყველაფერი, დავლაგდით ყველაფერზე მორიგდი და კონდიციონერი გააქვთ თქო ჩვენ უთხარით. უი კონდიციონერი არ აქვს, სკვაზნიაკი გვაქვს ბატონო. არ უნდა და კლიენტის დაგაგო. კონდიციონერი სკვაზნიაკი გვაქვს. ეგეთ სიგრილეში ჩაითვალა რა. ბატონო. გაგრილებაში. კარგი, დავა თუ რამეს დავამატეთ თუ არა და მაშინ შევაჯამებ. კი ბატონო. კი ბატონო. ანუ შევაჯამო? კი. იმერლები და ასე ცოტა მოლაპარაკე პირველ რა სამაგიოდ ფხერი ხართ ბევრს და ღმერთმა სამღერად მოგცეთ. იცოცხლეთ ბატონო. თავი მე ძალიან სხვადასხვა ლათინური სიმღერებიც მიყვარს, ახლა ქართული თავისთავად მიყვარს და ეს ერთმანეთთან ნაზავი. რო გაქვთ ნუ ხა კაცია და გუნება და რა მგონია რომ ვინმეს არ მოწონდეს, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს და შემოვნებას ვღებულობ ხოლმე, როცა ისმენთ თქვენ და როცა გიცხერით. დღეს კი საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა რომ რაც არ უნდა ვქნა, ახლა მე ამას ამდენი და იმას იმდენია, მაინც ძმები ხართ. და ხوار გაკხრით ახლა და ხوار დაგაშორეთ და მოდი ეს 350 ლარი ორივეს გაგატანთ. და თქვენ მე ჩუმად მე რო არ დამანახოთ ისე გაიყავით ერთმანეთში. ანუ 175 ერთს, 175 მეორეს. ახლა ამას თქვენც კი დაითვლით, მაგრამ მეც ხომ მინდა გამოვამჟღავნო ის რომ მათემატიკაში ძალიან მაგარი ვარ, კაცო 350-ზე 175-ია. მაგრამ ახლა იმისი არ იყოს, მეორეჯი კაც დალიო, ორი ფეხით ხარ მოსულიო, ეს იმერეთში ვიცი დამნაირი გამოთქვა და ორიენით არ ხართ ახლა მოსული, მაგრამ ერთ ჯამში ხო ორიენა და ორი პირი და მეორე სიმღერაც უნდა ვიმღეროთ. კი ბატონო, აუცილებლად. და სიმღერით დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად. კარგი იყო გადაცემა. როგორც შეეფერება იმერლებს. რა ვიცი, ჩემთვის იმერლები არიან ყველაზე ყველა კუთხეში ძალიან მაგრად ხმობენ, მაგრამ მე ახლა
ხო. კი ბატონო. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. ბიჭებო, გემღეროთ, ყოველთვის გემღეროთ, 100 წელი გემღეროთ. პირველ რიგში მაყურებელი გაგეხარებინოთ თქვენი მსმენელი და ზოგადად ყველა ადამიანი ვინც გისმენთ და თქვენ ხომ გახარებული ყოფილიყავით. იცოცხლე მადლობა დიდი მადლობებით. გემშვიდობებით ერთი კვირით თქვა ვერ გეტყვით, შეიძლება 4 წლით, შეიძლება 8 წლით. ნუ მოკლედ დრო Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Zepersitsut naxe როგორია დღესა და ისმის ჩუმინა ბიჭების ხმა მე ვიცი რომ ოქროს ფერნაპირთან შენ მიცდი მე ვიცი ახლა დროა აღარ დავემალო ჩემ თავს და დროა ყველაფერი აგიხსნა მე მოვა იმ ოქროს ფერნაპირთან მე მოვა ზღვაღელავს ზეგიმის ტალღებში ელავს ათასფერა ალბათ სიყვარულის ქარმა დაუბერა ზღვაღელავს ახლა სულ ერთი აგჯერა თუ აგჯერა ზღვას ვერ გავატანა ვერა ეს სიმღერა ზღვაღელავს Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Ათასფერა ალბათ სიყვარულის ქარმა დაუბერა ზღვაღელავს ახლა სულ ერთი აგჯერა თუ აგჯერა ზღვას ვერ გავატანე ვერა ეს სიმღერა ზღვაღელავს Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Naino 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 nano nano naino 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 nano nano naino naino na naino na Naino 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 nano nano naino naino